ძვირფასო მაყურებლებო, შემოდის უძვირფასესი თემა, თანაც ორი ერთად. ერთი არის დიეტა, ძვირფასი თემაა ეს თამეთახმებით თემემზადების ზაფხულისთვის და მეტნაკლებად ყველას გვაინტერესებს მის გარშემო ამბები. და მეორე, რაც ემატება ყავა. ანუ დიეტის დროს ყავა, მისი არსებობა, შეიძლება თუ არა, ან რამდენი შეიძლება და ზოგადად შეიძლება თუ არა ჩაითვალოს დარღვევად ყავის მიღება დიეტის დროს. აქტუალური თემაა თიკა ნამდვილად. შენ ძალიან გეტყობა უკვე მოგზალებული კვების შედეგები სახესია. ოღონდ ყავას ვამ? ბევრს. კარგი, მოდი ვისაუბროთ ყავაზე დიეტის დროს. სტუმარის შემოვიპატიშო ჯერ? აუცილებლად, მან ჩვენზე მეტი იცის ყავა და დიეტის შესახებ. არა, არ ვიცი მეტი იცის თუ არა, უბრალოდ მასაც აინტერესებს დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ყავა ვიცი რომ უყვარს და ფორმაში ყოფნა ყოველთვის არის მისი ინტერესის სფერო და ამიტომ მოკეთ ჩვენ ერთად ვისაუბრებთ. მომღერალი თამთა ჭელიძე გვიერთდება. მობზანდით თამთა. როგორ მიყვარხართ და თქვენთან რომ ვარ, მიხარია ყოველთვის. ძალიან მიხარია მეც ჩვენთან ხარ. ყავა გიყვარს? მიყვარს ძალიან. დიეტა არ გიყვარება? არა. არაფერს არ მიყვარს. რამდენი ჭიქა ყავას ამ? მინიმუმ 4-ს. როგორ ყავას ანიჭებ უპირატესად? ყველანაირს, მაგრამ თურქული ყავა მიყვარს ძალიან. შაქრით თუ უშაქროთ? ნახევარი კოვზი შაქრით. თურქულს ჭირდება ერთადერთი ჩემი აზრით შაქარი. რომელსაც ძალიან მიჭირს რა. იყო პერიოდები, როცა უშაქროთაც ვსვავდი, მაგრამ ნუ ეგეთ დალევას მიჩევნია საერთოდ არ დავლიოდა. მე გადავწყვიტე, რომ ნახევარი კოვზი შაქარი არაფერს არ იზავდა და თან რაღაც ახალი ტენდენციებით ვითომ ამბობენ ნუტრიციოლოგები, რომ ნახევარი კოვზი შაქარიო ზუსტადაც რომ თურქულ ყავაში მოსახარში არ არის პრობლემაო, რა ვიცი და მოუკარი თუ არა ყური მოიწონე. ეგრევე მოიწონე და ეგრევე დავიწყე ნახევარი კოვზის ჩაყრა ისე. ზიანი კაპუჩინო მიყვარს ძალიან. კაპუჩინოსაც სამსახურში მივდივარ თუ არა, ეგრევე კაპუჩინო უნდა დავლიო. აია, მიც მიყვარს აუქნე. თუ რამეზე გამირბის ხვირი და თვალი, ეს არის ვიღაცის ჭიქა ყავა. აი, რა თქმა უნდა. სუნი და გიждები. ყველანაირ არომატს მირჩევნია, მე მგონი ყავის სუნი. კი. როდესაც გინდა წონის კორექცია ერთგვარად. მაშინ რა შვები ყავასთან მიმართებაში? ჩაულებრივად აგრძელებ მის მიღებას, ხო? ხო, როცა გადავდივარ სწორკვებაზე, რომელიც არც თუ ისე ხშირად ხდება, მაგრამ ამ ბოლო დროს ვცდილობ, იმიტომ რომ წონის პრობლემა უფრო მეტად რაღაც ასაკის მატებასთან ერთად პრობლემა გაძლიერდა, ასე ვთქვათ, და ყავას ჩვეულებრივად ვსვავ დიეტის დროს, რა ვიცი. ანუ არ შეიძლება? არა, ხო, მაგას ვარ ყვეს ზუსტად. ეგ არის ჩემი ამოცანა, რომ იცი რა, ხო, ბევრი დიეტა გაგვიგია, რომ ყავა რამდენიც გინდა, ხო, ამბობენ ესე. კი. და არის თუ არა მართლა ეს რამდენიც გინდა, რამდენიც გინდა ემატება როგორიც გინდა? თუ არა? რა შემადგენლობის, რა პროპორციების არის შაქარი, არ არის. მოკეთ კითხვები დაგროვდა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ექიმებისთვის მივემართა, გაგვარკვიონ და დაგვათვლევინონ კალორიებიც მათ შორის. რა ყავას, რა კალორია მოყვება ავტომატურად და მაინც ხოვთ რომ ყავა დაგვიტოვოთ რაც. რამდენი ჭიქა ყავას სვამ შენ? თუ სვამდი 3-4 ჭიქას, სამსახურში წასვლამდე უკვე 2 ჭიქა დალეული მაქვს და ყოველ 2 საათში შეიძლება დავლიო სამსახურში. და ხელი მიყვარს, რა კარგია, მეც ესე ვარ, დილას მიყვარს 2 ყავა, თუ მაგ დრო, როგორ მიყვარს. იცი რა შემამჩნია, იცი? კვების კალორიებს რო დავაკელი, აღმოჩნდა რომ კალორიები ჭირდება ორგანიზმს, ხო? ენერგია ხო გვინდა. ამიტომ გადავწყვიტე რომ შემევსო ეს ენერგია ყავით. და გამოდის კიდევაც. ხო? გამომივიდა, კი. კარგი, მაშინ გავყვეთ ახლა. მოდი, ყველაზე გავრცელებული ყავის სახეობა ავიღოთ პირველი. კლასიკური ამერიკანო. მარტო ყავა თავისი წყლით. რამდენ კალორიას წარმოადგენს? არც შაქარი დაუმატოთ ჯერ და არც რძე. 1 ფინჯანი ჩვეულებრივ თიკა ესეთი ყავა 1 კილოკალორია. ანუ 1 კალორია. გესმის? აქ ლაპარაკია უშაქრო ყავაზე. ჩვენ ისე გვყავს ერთმანეთი ძალიან. მართლა იცი როგორ მიყვარ, ხარლევარ. ეს ყავა რო 1 კილოკალორია, მაგრამ 1 კალორია აქვს. აი ყავა რამდენიც გნებავთ, არის ეს, ხო, ეს ვარიანტი. ყველაფერს ზღვარი გააჩნია, რამდენიც? არა, თავისთავად, მაქსიმუმ 4. ეგეც ვიცი ახლა მაინც ექიმების წამყვანი ქალი ვარ. კაი, ესპრესო, რომელიც ჩვენ ეზოს უყვარს ძალიან და ანუ ბევრ ადამიანს უყვარს, აქ რამდენი კალორია შევხვდებით? ეს უფრო პაწაწაა, ნახე, იგივეა? პატარა მოცულობაა, ამერიკანოსგან არ განსხვავდება, უბრალოდ მასში ნაკლები წყალია და ეს იმას ნიშნავს, რომ
ერთ ესპრესოში 1 კილოკალორია. ჩვენიერი. ანუ ესპრესო და ამერიკანო არის უკვე ჩვენს რაციონში და მენიუში. სულ გინდა 1 იყავით და კილოკალორიაც. გინდა ნუიქნევით. ყველაზე კარგი ყოფილა. კაი. თამთავ თქვა რომ მეო თურქულს უმატებო ცოტა შაქარსო. თურქულს მეც უმატებ ცოტა შაქარს. და უშაქროთ არ არის. არ გამოდის. აი ეს რაღაცას უშვება კი, ის კი, შაქარი, რა თქმა უნდა. მწიკვის შაქარი. ვისაც ასეთი ცოტა მოტეხვა უნდა ხო ყავის აი ამ ხო, აი ეს, სიმძაფრის. ხო. ვინც ამას იყრებს ყრის შაქარს. მათთვის რა ინფორმაცია გვაქვს? რამდენი ცდის ეს კალორიას? მინდა გითხრა რომ ერთი ჩაის კვებზის შაქარი დაახლოებით 16-20 კილოკალორია. და ნახევარი ჩაის კვევზე იქნება გამოდის 10 კილოკალორია. იქაც 1-9. დაემატება თანხასაკ 9 კალორია. ძალიან ცოტა. ჩვენ 4-ჯერ 9 36 რა თუნდა ახლა? აი მაქსიმუმ 40. ხო, მაქსიმუმ 40 კილოკალორია მიიღო 4 ფეგენაც. მაგრამ ნახე ხა თამთა ხომ თქვა რომ კაპუჩინოს მიყვარს. აი კაპუჩინოში მგონია რომ ძალიან ბევრი კალორიაა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ერთხელ ნუტრიციოლოგმა მითხრა რომ თუ კაპუჩინოს დალევ, ანუ ნაჭამი ხარ. ის არის ერთი კვებაო. კი, დაახლოებით მე აი როცა მშია, სხვა გზა არ მაქვს, სვამ კაპუჩინოს, რომ აი ცოტა გემოებით დავნაყრ. საკვებს ვეღარ შეჭამო, ანუ. გაცვლიდით საკვებში კაპუჩინოს? ნახოთ, აბა რას გვეტყვის ლევანი. თიკა დამეთანხმები რომ კაპუჩინოს ემატება ტრადიციულად ძროხის რძე. ზოგისთვის არა. ამიტომ მისი კალორიულობა შაქრის გარეშეც იზრდება. დაახლოებით 70-დან 80 კილოკალორიამდე. შაქრის გარეშე. ანუ თამთას და ჩემი 4 ამერიკანოსა და 4 თურქულის ჯამი გამოდის 1 კაპუჩინო. უფრო მეც გეტყვით იკა ლატეში რომელიც უფრო მეტი ძით მზადდება, დაახლოებით ლორაჟი იზრდება 140-დან 190 კილოკალორიამდე. ლატეში მეტი. ლატეში ბევრჯერ მეტია. და ის არის ლატე. მიყვართ ლატე? უფრო მეტია. კი, მაგრამ კაპუჩინო მირჩევდი. მეც. შაქარი ნახევარი რო დაამატო? შაქარს ვამატებთ. ჯერ ისიც არ დაგვიმატებია. ესე იგი გამომატო შაქრის 10 გამოვიდა 200 კალორია საშუალოდ. კაი, კაი. მოიცადე, შაქარი 1 გრამდენია 1 კვოზია, ხო? ერთი ვიღაცა კვოზი არის- 2 იყრიდეს. 200 იყრიდეს, 40 იყრიდეს. დაემატება. მე მინდა გითხრათ იკა რომ ძალიან მიყვარდა წარსულში ცხელი შოკოლადი. წარსულში 1-3 დღის ასევე წინ, ანუ მოგამ. დიახ. ეს აყავა რომელსაც შოკოლადის სასიამოვნო არმატი აქვს და სამწუხაროდ მინდა გითხრა რომ ამ ყავის კალორიულობა 200-მდე ადის. წარმოგიდგინე 5-ჯერ 200. ხო, მართლა ერთი ფინჯანი ყავით ხო არ მთავრდება თან ცხოვრება, რას ლაპარაკობ. ესე იგი, ცოტა რომ მიმახვეთ რო ლევან, იმიტომ რომ ესე მე არ ვითვლი კალორიებს ცხოვრებაში, ისე რომ ვიკვებები და არ ვიცი, ვერ ვაკვირდები თამთა შენ ხო არ იცი? აი 200 კალორია რა რაოდენობის საჭმელი, ან რომელი პროდუქტი შეიძლება იყოს? 200 გრამი ერთი ნაჭერი პური, ერთი ნაჭერი პატარა ყველი, კვერცხი რა 5 ცალი დაახლოებით. წიწიბურაც ალბათ 200 გრამი. წიწიბურა ალბათ 150 გრამი და ასე შემდეგ. ანუ ერთი მთლიანი კვება. ერთი მთლიანი კვება. ანუ რა საუზმე გამოგიტოვებია და ნუ კაპუჩინოს რო დალევ საუზმეა და წადი რა. ვერაფერს ერთად ვერ წახვალ. ვეღარ შეჭამე. არა, კი წახვალ, მაგრამ იცი რომ არ გისაუზმია ესე ნახე გორნებაში. რა თქმა უნდა, დანაკლების უნარი არ აქვს ამ დროს. მაგრამ სამაგიეროდ რო გინდება ძალიან დესერტი. ხო. რომელიც ბევრად მეტი კალორია ხო არის ლევან? გააჩნია რა იმის გადასარევი ალტერნატივა არის კაპუჩინოს და ლატეც. კი ბატონო. უშაქროთ. 200 კალორია, რა თქმა უნდა. სხვათა შორის კაპუჩინო უშაქროთ მიყვარს. ლატესი და ლატეს. ყოჩახთამთან. ინახე უკვე ნახევრად. მოვიგე 40. ნახევრად 40, არა, 40 კი არა, მეტი 40 კი არა, ხო. მეტი მოიგე. კარგი, ეხა ნახე, ამ ბოლო დროს მე გადავედი კაპუჩინოზე მცენარეული რძით, ანუ არა ძროხის რძით და ნახებით. ჰა? რამდენი კალორია გამომაკელი ამის ხათრით ეხა შენ მე? მცენარეული რძენ ბევრად ნაკლებად კალორიულია ვიდრე ცხოველური, განსაკუთრებით ძროხის, თუმცა ნუშის რძე ნუშის რძეს ვიღებ 100 მილilitre დაახლოებით შეიცავს 30-40 კილოკალორიას. ერთი ლატე ნუშის რძით არის მომზადებული დაახლოებით 40-50 კილოკალორია. გავიგე, 180-ს ნაცვლად 40. 40 დავლებთ. ანუ კარგ ფასდაკლებაში მოვყევი ეხლა. კაია, ძალიან კაი ისა მაგ შეთავაზება. ჩაი ხო უნდა გავარკვიოთ. ადამიანს ძალიან უყვარს ჩაი და ჩაის რამდენი კალორია აქნებ? ერთი ფინჯანი ჩაი ჩვეულებრივი 1 კილოკალორია.
მაგრამ მას თუ დავუმატეთ რა თქმა უნდა შაქარს, მურაბას, ან თუნდაც თაფლს, რომელიც რა თქმა უნდა ჯანსაღია, მაგრამ კალორიულობის თვალსაზრისით მინდა გითხრა რომ შაქარს არ ჩამოუვარდება. ერთი ჩაის კოვზი თაფლი დაახლოებით 20 კილოკალორიას შეიცავს. მოიცა შაქარი არ შეიცავს. უარესია თაფლი, მე ვიცი. კი. არდა მეგონა რომ დიეტისოს თუ ძალიან გიდათ ცოტა ჩაი კუპეს თაფლით ხო? შაქარიც ეგრე იყო, ოღონდ ჩვენ ნახევარი დავთვალეთ. ჩვენ გაუნახევრეთ თამთას თურქულ ყავაში და მაგით ვთორეთ 10-ად, ხო? ნახევარი კოვზი. ესე იგი ერთი კოვზი 20. კი ბატონო, 20. ესე იგი მთელი კალკულაცია ყავასთან მიმართებაში გავიარეთ. კი ბატონო. გამოიკვეთა ესე იგი რომ მხოლოდ თითო კალორიას ვიღებთ ესპრესოს და ამერიკანოს და ჩაის მიღების შემთხვევაში, ოღონდ ისიც უშაქროდ სრულიად. რაც შეეხება რძიან ყავებს უკვე, აქ საგრძნობლად იზრდება კალორაჟი და ამ რძიან ყავას რატომღაც მე ტკბილიც ემატება. საციტყოს თითქოს და სადღაც 200 კალორიამდე ადის თქვენი სასმელი, ლატე კიდევ უფრო მეტად კალორიულია ვიდრე კაპუჩინო და რაც შეეხება ულაქტოზო რძეს, ამ შემთხვევაში მესამედ დება კალორიაჟი. დაახლოებით 40-50 კალორია გამოდის ერთი ფინჯანი კაპუჩინო დაუშვათ ნუშის რძით. თამთა რა სიტყვი? შეცვლი რამეს თუ ტოვებ ისევ შენ ნახევარ კოვს? ტოვებ. ნახევარ კოვს ტოვებ, რატომაც არა. დავტოვოთ. კაპუჩინოს ისედაც უშაქროთ ვსვა და თუ დავლიე ერთი კვებად ვთვლი და 3 საათი მერე არაფერს აღარ მივირთმევ და ცივი ყავა ნაყინთლევან, იმაზე არც ვაპარაკობთ. რა ცივი დროის ყავა ნაყინია, როცა ნაყინით დიეტაზე ნამდვილად არც ვლაპარაკ. მართალი. მაგას საერთოდ არ ვსვამ, იმიტომ რომ არ მიყვარს. კიდევ კარგი არ მიყვარს. არდა ძალიან გემრიელია ზაფხულში. მაგრამ არა უშავს, ჩვენ ახლა იმ შემთხვევაში საუბრობდით, როდესაც გჭირდება ცოტა გაკონტროლება ჩვენი წონის და შემთხვევით აი ამ კონტროლში გაუაზრებლად რაღაცა ყავისგან არ მივიღოთ იმაზე მეტი კალორია, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგენდეთ და ასეც აღმოჩნდა. პრინციპში არ ეხება ეს შავ კლასიკურ ყავას. ძალიან კარგი ინფორმაცია გამოგვივიდა გაცემული ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ყავა არის მე მგონი ყველას ცხოვრებაში, თითქმის ყველას ცხოვრებაში ჩაი მაინც. ამიტომ ზუსტად ვიცით რომ ჩაი და ყავა არის ჩვენი კარგი მეგობარი, კარგი ენერგიის მომცემი, განწყობის, ფიქრის, ჭუკჭუკის, კითხვის, ყურების, მეტადინეობის, მუშაობის, ყველაფრის მეგზური, დიდებული და მიხარია რომ დიეტის მეგზურიც აღმოჩნდა ყავა და აწაგვართვით ბატონო ლევან თქვენ ნამდვილად ძალიან მობიერი ექიმი მცანწები დიდი მადლობა. დაბალკალორიული რატო უნდა წამერთმეა? ნამდვილად ფაქტის ახეზია. თამთა მადლობა შენ. მადლობა თქვენ. რომ მოხვედი, ფინჯანი ყავა ერთად მოვსვით, დავლიეთ და უდარდელად, ხო, 1 კალორიის მიღების ის არის რა ქვია, წყარო მხოლოდ 1 კალორია, სამაგეთ განწყობა დიდებული.